დიდი მადლობა ნინო ასეთი წარდგენისთვის, რაც ბუნებრივია, ცოტა უხერხულობას მიქმნის, რადგან იმედი მაქვს, რომ შემდეგი 1 საათი გაამართლებს იმ, ასე ვთქვათ, გამოთქმებს და რეგალიების ჩამონათვალს, რაც შენ გააკეთე. მე ერთი რამ მინდა დავამატო, რომ ასევე ვარ სასულიერო პირი ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში მეუფედოსის მიერ მოხდა ჩემი ბერად აღკვეცა 2020 წელს და მეორე დღეს სექტემბერში ასევე დიაკვნად ხელდასხმა 2021 წელს მე მოხდა მგლად კურთხევა, ანუ ესე იგი ვეკუთვნი ასევე ანუ ჩემი საღვთისმეტყველო საქმიანობის პარალელურად ასევე ჩემი მთავარი წყარო, ჩემი ხედვის აზროვნების არის რა თქმა უნდა ეკლესია და ლიტურგია. ეს არის მთავარი ასევე და მინდა ეს მინდა და ეს მე თქვა დიდი მადლობა ყველას სამწუხაროდ ჩემი ასე ვთქვათ ვიდეო თალი არ მუშაობს ვერ ჩავერთვე ისე რომ დამინახოთ წუხარ ძალიან ალბათ შეიძლება დაისვას კითხვა თუ რატომ რას ნიშნავს ეს ქრისტოლოგიის სულიერი საღვთისმეტყველო საფუძვლები რადგან ჩვენ ძირითადად ვიცით რომ ქრისტოლოგია უფრო დოგმატური მოვლენა არის წესით ის განეკუთვნება სისტემატურ თეოლოგიას, ანუ თუ ძალიან ასე ვთქვათ, დავკონკრეტებით, დასავლურ საუნივერსიტეტო სივრცეში განასხვავებენ 4 ასე ვთქვათ მიმართულებას, ეს არის ბიბლიური ღვთისმეტყველება, ისტორიული ღვთისმეტყველება, სისტემური ღვთისმეტყველება და პრაქტიკული ღვთისმეტყველება. ქრისტოლოგია, ასე ვთქვათ, ზის სამ შემთხვევაში უფრო სისტემურ ღვთისმეტყველებაში, რაც ჩემი კვალიფიკაციის, ჩემი ასე ვთქვათ, ხარისხის სივრცეს ცდება, მინდა ეს წინასწარ გითხრათ. რომ ეს არ არის ის სფერო, სადაც მე უშუალოდ ნამდვილად ბოლო ასე ვთქვათ კომპეტენცია მაქვს, თუმცა არსებობს ბუნებრივია ღვთისმეტყველებაში ასე ვთქვათ გადაკვეთები და ეს გადაკვეთები გვაძლევს შემდეგ ასე ვთქვათ პედაგოგებს საშუალებას იმისა, რომ სხვადასხვა თეოლოგიის სხვადასხვა მიმართულებებში ასევე რაღაც ასე ვთქვათ მოხსენება გავაკეთოთ და ასე შემდეგ. მოკლედ ყველაზე მთავარი ალბათ რაც მნიშვნელოვანი არის ჩვენს შემთხვევაში თუ რა არის საერთოდ ესე იგი ეს ქრისტოლოგიის თემა ყველაზე ფუნდამენტური ალბათ რაც უნდა ჩვენთვის იმთავითვე იყოს ცხადი არის ის რომ ეს ეხება არა მარტო ქრისტოლოგიას, ეს ეხება ზოგადად ღვთისმეტყველებას, ღვთისმეტყველების სკოლების დაბადებას, თუ რა აზროვნების კერებთან, რა აზროვნების სისტემებთან უხდებოდა ეკლესიას და შემდეგ საღვთისმეტყველო ასე ვთქვათ სივრცეს დისციპლინას დაბადება. ჩვენ ვიცით პავლე მოციქულის ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს პავლე მოციქული რომ იესომ ასე ვთქვათ ორივე იუდეველი და წარმართი ასე ვთქვათ ერთად შეკრა, ერთად გააერთიანა ეს სხეობის კედელი დაიმსხვრა ამ ორ დიდ ასე ვთქვათ სამყაროს შორის ერთის იუდაური სამყარო და მეორეს მხრივ ასე ვთქვათ ფილოსოფიური თუ ბერძნული მითოლოგია წარმართული ასე ვთქვათ აზროვნება და ამ ორივეს შერწყმა ხდება ასე ვთქვათ პავლე მოციქულის ამ გამოთქმაში რომ ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით რომელსაც მოაკვდინა მტრობა ანუ აქ ძირითადად საკითხი ალბათ ასე დგას თუ რას გვეუბნება პავლე მოციქული ამ სიტყვებით გვეუბნება იმას რომ ეკლესია ასე ვთქვათ როგორც ახალი ორგანიზმი ახალი რეალობა ახალი სივრცე შედგება იმთავითვე ორი დიდი ასე ვთქვათ სამყაროს ორი დიდი აზროვნების ორი დიდი სისტემის და მე ამ სისტემაში კიდე არსებული პრინციპების გამოცდილებების ასე ვთქვათ ერთობად ეს არის იუდაურ რაბინული გაგებები რომლებიც შემოედინა ასე ვთქვათ იუდაური ქრისტიანების მიერ ეკლესიაში და წარმართული ელინისტური ფილოსოფიური მითოლოგიური ასე ვთქვათ გაგებები რომლებიც ასევე როგორც დაფუძნებულობა პირველ ქრისტიანებს რომლებიც ხდებიან ქრისტიანები გააჩნდათ საღვთისმეტყველო აზროვნების კვალ და კვალ და ამ დაფუძნებულობით უკვე იწყება ერთ ეკლესიაში ფიქრი და გაგება იესო ქრისტეს შესახებ რაც თავისთავად ბადებს სხვადასხვაგვარ მიდგომებს ალბათ ეს არის უფრო ყველაზე ფუნდამენტური ჩვენთვის გასაზრებლად რომ ყავს ებიონიტები, ყავს სხვადასხვა მიმართულებები, ყავს შემდგომ პავლეს სამოსატელი, ყავს არიოზი, აქეთ ყავს იუდაური აზროვნების ასე ვთქვათ თეოლოგები ხო, რომლებიც ქრისტიანები იყვნენ. იგივე პავლე მოციქული დაუშვათ ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით რომ ერთი ეკლესიის შვილები ერთსა და იმავე საკითხს ხედავენ სხვადასხვა პერსპექტივიდან. ვფიქრობ რომ ეს რთული არ არის ამის დანახვა. და ეს ჩაედინება, ასე ვთქვათ, უკვე ირწმება მერე ეკლესიის წიაღში და ჩვენ ვღებულობთ ერთ ეკლესიას სხვადასხვა პერსპექტივიდან, ხო? ეს იყო თავარი ასევე კამათის თემა ანტიოქიაში, როდესაც პეტრე მოციქული და
პავლე მოციქული გადაეკვეთებიან ერთმანეთს ანტიოქიაში და იქ ხდება ასე ვთქვათ საკითხი ისმება თუ რა ვშვებით წარმართების შესახებ როგორ ღებულობთ მათ ეკლესიაში და რაღაც ყოველს ვიცით ანუ იუდევლები და წარმართები ქრისტიანები ხდებიან ერთი ეკლესიის სიაში და ისინი იწყებენ გაგებას იმისას თუ რა არის ეს მისტერია რა არის ეს იკონომია ასე ვთქვათ რადგან ჩვენ არსებობს საღვთისმეტყველო დარგში ღვთისმეტყველება და ასევე იკონომია, ანუ ღმერთის განკაცება ეს არ არის რაღაც საღვთისმეტყველო საკითხი, შეუძლებელია რაციონალურად გარეგებული იქნას, ეს არის იკონომია, ანუ ის დაშვება, რასაც ღმერთი უშვებს, ხო? ამან განაპირობა შემდეგ იესო ქრისტეს ირგვლივ, ასე ვთქვათ, მისი პიროვნების, მისი ბუნების, მისი ენერგიის, მისი ნების, იგივე ღმერთის წმინდა სამებაში არსებობის საკითხი ეს ყველაფერი პრაქტიკულად დროთა განმავლობაში ასე ვთქვათ შემოდიოდა შემოედინებოდა და ხდებოდა მისი კრისტალიზაცია და აქ უკვე ისმის კითხვა თუ რა რეგულაციები რა ასე ვთქვათ ფარხმალი გააჩნდა ეკლესიას რომ სხვადასხვა ტიპის საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური აზროვნებები იგივე ბიბლიური აზროვნებები მის ფილტრაცია მოეხდინა ისე რომ ამ ერთ ეკლესიაში პრაქტიკულად ერთი ენა დაბადებულიყო. წარმოიდგინეთ ეს რა რთული საკითხია. ჩვენ სადღაც 2 მილიონი ქართველი ვართ და ხედავთ რამხელა გაუგებრობის წინაშე ვდგავართ და როდესაც ამხელა ეკლესია ასე ვთქვათ ფუძნდება და სხვადასხვა ქვეყანაში მიმოდება ეს უწყება მაცხოვრის განკაცების და მოციქულები ასე ვთქვათ არსებობენ ამას. ხომ წარმოიდგინეთ რა რთულია ამ სხვადასხვა კულტურის, სხვადასხვა ხალხის, სხვადასხვა იმპერიის შვილებმა შეინარჩუნონ ერთი ენა, რომელიც განსაზღვრავს, ასე ვთქვათ, თუ რა არის ღმერთი, რა არის ვინ არის იესო ქრისტე და ასე შემდეგ. ეს ძირითადად უკაცრავად ბოდიშით, მამა, რო გერთვები. ძალიან დიდი ბოდიშით რა. უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიშით შენდობას ვთხოვ რომ ჩაგეჭერით, მაგრამ მილიონი ვარ დარჩენილები. არ ვიცი ეს ახლა ნუ დამოკვებით სიტყვაში მე ვამბობ აქ უბრალოდ ანუ ესე იგი ვიზუალიზაციის თვალსაზრისით ანუ სურათის წარმოჩენის თვალსაზრისით თორემ ახლა აქ სტატისტიკურ რაღაც მონაცემებს არ განვიხილავ ქართული მოსახლეობის მე იმის თქმა მინდა ანუ ანალოგიაში რომ დაგანახოთ რომ ასე ვთქვათ რა მნიშვნელობა აქვს საერთო ენას და ამ საერთო ენას თუნდაც ერთი ეთნიკის ერთი ენა რა შეიძლება სიტულებს იწოდეს მაშინ როცა ქრისტიანობამ მრავალენოვანმა მრავალ ეთნიკურმა ასე ვთქვათ მოცემულობამ შეძლო ის რომ ერთი ენა ერთი ხედვა განევითარებინა იესო ქრისტეს შესახებ მისი ღმერთობის შესახებ მისი ადამიანურობის შესახებ ბუნების ნების პიროვნების ხო მივხვდით რას ვამბობ ანუ ამას გულისხმობთ ხო და ეს ყველაფერი არ იყო რაღაც ერთი ასე ვთქვათ მოვლენა ეს ყველაფერი არ იყო რაღაც სწრაფად როგორც აი ისლამში არის დაუშვათ ხომ რაღაც დიქტატით ხდება ეს კონსტრუქციული არ იყო ეს ყველაფერი არამედ ეს იბადებოდა იზრწებოდა იქმნებოდა ღებულობდა ამას ეკლესია საუკუნეების განმავლობაში აქ თქვენ ვფიქრობ რომ ხედავთ ამ ასე ვთქვათ ტაბლას რომელიც არის მოცემული და ამ მოცემულობით შეგვიძლია დავინახოთ უშუალოდ თუ რასთან გვაქვს საქმე როცა საუბარი ეხება ქრისტოლოგიას ანუ ქრისტოლოგია ნუ თავიდან ავთქვი რომ ეს არის სწავლება იესო ქრისტეს შესახებ მისი ასე ვთქვათ პიროვნების შესახებ მისი ღმერთობის შესახებ ადამიანობის შესახებ მისი მიმართების შესახებ მამა ღმერთთან და ასე შემდეგ რომელიც დროთა განმავლობაში საუკუნეების განმავლობაში ასე ვთქვათ გვეცხადებოდა და გვეძლეოდა წმინდა მამებისათვის საეკლესიო კრებების საშუალებით. ჩვენ აქ ხედავთ მსოფლიო საეკლესიო კრებებს, ეს ძალიან მოკლედ გავაკეთე. უბრალოდ აქ ჩემს მიზანს არ წარმოადგენს დღეს დოგმატურ ისტორიული განვითარება ამ საკითხის, თუმცა მნიშვნელოვანი არის რომ მოკლედ ამასაც შევეხოთ. ჩვენ ხედავთ რომ პირველი ასე ვთქვათ საეკლესიო კრება 325 წელს განსაზღვრავს იესო ქრისტეს ღმერთობის საკითხს, რომ ის არის ძე თანაარსი მამისა. ჩვენ დავინახავთ თუ რას ნიშნავს ეს თანაარსი, სადაური სიტყვა არის ეს არის ეს ბიბლიური სიტყვა, აღებული თუ არის ეს სხვა ასე ვთქვათ ენიდან. შემდგომი საკითხი არის 431 წელი, როდესაც საკითხი დგას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ. მე მინდა აქ გითხრათ ის, რომ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში ჩვენ არ ვიცნობთ ასეთ მიმართულებას, აი როგორც ქრისტოლოგია, ხო, მაგალითად მარიოლოგია. ანუ მარიოლოგია როგორც ასეთი, აი ქრისტოლოგიაზე დღეს მაგალითად ლექცია გვაქვს, ხო? მარიოლოგია როგორც ასეთი მართლმადიდებლურ აი სასკოლო საღვთისმეტყველო თუ კატეხიზატორ თუ სხვა ლიტერატურაში ვერ ნახავთ ამ გამოთქმას. მაშინ როცა დასავლურ თეოლოგიაში ეს ძალიან გავრცელებულია მარიოლოგია აქ ისწავლება. თუ მართლმადიდებლობა ისაუბრებს ზოგადად მარიოლოგიაზე, ეს უფრო არის თეოტოკოლოგია, ანუ ესე იგი
ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს არ განვიხილავთ როგორც დამოუკიდებელ, ასე ვთქვათ, არსებას, არამედ მისი განხილვა, მის შესახებ რეფლექსია საღვთისმეტყველო დონეზე, არ ვსაუბრობ სულიერ დონეზე, ამ შემთხვევაში საღვთისმეტყველო დონეზე განეკუთვნება უფრო იესოსთან მიმართებაში. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ იესოსთან მიმართებაში. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენ ვფიქრობთ განკაცებასთან, ინკარნაციასთან მიმართებაში, ხომ ხვდებით? ამიტომ ეწოდება ჩვენთან, თუ შეიძლება ასე დავარქვათ, თეოტოკოლოგია, რადგან თეოტოკოს ეს ვიცით, რაც ნიშნავს, რომ მე-4 431 წელს, ასე ვთქვათ, იქნეს დოგმა მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დადგენილი ეფესოში, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შვა არა ანთროპოს, ანუ ადამიანი, ან შვა არა ქრისტე მხოლოდ, ქრისტოთოკოს, არამედ შვა ღმერთი. ანუ პირველ 2-3 საუკუნეში ზოგადად ქრისტეს ღმერთობა ეს მნიშვნელოვანი თემა იყო, მოვლენა იყო და ამიტომაც კითხვა დაისვა თუ ვინ არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ვისი მშობელი არის ის. არა თავისთავად მოხდა განხილვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, არამედ იესოსთან მიმართებაში. ამას მინდა ხაზი გავუსვათ და შესაბამისად ჩვენ ვიცით, რომ უკვე მსოფლიო საეკლესიო კრება ერთხმად ამბობს იმას, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ასე ვთქვათ შვა არა ქრისტე, არა ადამიანი მხოლოდ, არამედ ღმერთი. აი ეს არის მთავარი. და ეს იმისათვის არის მთავარი, რომ საკითხი სოტერიოლოგიის შესახებ იქნას ასევე განხილული და ამას ეწოდება გამოხსნის შესახებ სწავლება, ანუ სოტერიოლოგია, სოტეროს გამოხსნის შესახებ სწავლებაა ეს, რომ ასე ვთქვათ განკაცება ჩვენ ვერ განვიხილავთ გამოხსნის გარეშე, ანუ სოტერიოლოგიის გარეშე. შესაბამისად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შვა ღმერთი და ამით მოხდა ადამიანის გადარჩენა და გამოხსნა. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ დაისვა საკითხი იესო ქრისტეში ორი ბუნების შესახებ, თუ ასე ვთქვათ, ის იყო მხოლოდ ღმერთი, თეოტოკოს თუ მარიამი ღმერთის მშობელია, მაშინ ადამიანის ფაქტორი და აქ ასე ვთქვათ, შემოვიდა კიდე ახალი ხედვა, ამის გამო დაიძაბა სიტუაცია ეკლესიაში, სხვათა შორის აი ქრისტოლოგიური დებატები მე-5 საუკუნის პირდაპირ ბმაში არიან, ასევე ეკლესიოლოგიურ დებატებთან და ამის შესახებ ჩვენ შემდეგ კვირას გვექნება საუბარი უფრო ისტორიული პერსპექტივიდან, ორი ეკლესიოლოგიის შესახებ. და აქ ჩნდება საკითხი, ასე ვთქვათ, ანუ იესო ქრისტე არის ესე იგი მხოლოდ ადამიანი, მას აქვს მხოლოდ ადამიანური ბუნება თუ აქვს მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება და ეკლესიის მამებმა ერთხმად აქ ჩვენ გვაქვს წერილი წმინდა ეპისკოპოსის ლეონ დიდის, რომელმაც მიწერა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოს ფლავიანს და აი აქ საუბარი არის სწორედ იმის შესახებ, რომ ლეონი, ასე ვთქვათ, აღწერს წმინდა წერილზე დაყრდნობით იესო ქრისტეს პიროვნების რეკონსტრუქციას ახდენს და შემდეგ ტრადიციაზე და ის კითხვას სვამს, კითხვას უგზავნის, ასე ვთქვათ, ბერძნ თეოლოგებს და მამებს და კრების წევრებს, რომ განიხილონ მათ ეს ტომუს ლეონის, რასაც ქვია, განიხილონ მათ ეს და დაადგინონ არა იმის გამო, რომ ის არის პირველი ავტორიტეტი რომის ეკლესიის, ხო, ეს ჯერ კიდევ განუყოფელ ეკლესიაზე საუბარი, მე-5 საუკუნეა. არა თუ ის, რომ იმის გამო, რომ ის არის, ასე ვთქვათ, ავტორიტეტი ამ ეკლესიის, ამის გამო უნდა იქნას მიღებული ეს სწავლება, რომელიც მან აჩვენა ამ ტომუს ლეონში, არამედ და ეს არის საინტერესო ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით, რომ ის, როგორც რომის ეპისკოპოსი, თხოვს აღმოსავლეთის ეკლესიების ეპისკოპოსებს, რომ მსოფლიო კრებაზე იქნას განხილული ეს ტექსტი და დადგენილი არა იმის გამო, რომ ავტორიტეტი რომის ამას მოითხოვს, არამედ იმის გამო, რომ ტრადიციის შუქზე იქნას განხილული და დანახული ეს ყველაფერი. ანუ რომის ეპისკოპოსი ამ შემთხვევაში თავს იხრის და ექცევა ტრადიციის, ასე ვთქვათ, ქვემოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის წინ აყენებს უფრო ამ საეკლესიო საერთო გამოცდილებას ეკლესიის იესო ქრისტეს ბუნებების შესახებ და არა ის, რომ მას თავისი პირადი რაღაც ამბიცია აქვს. შეიძლება ითქვას, რომ შემდეგი მესამე კონსტანტინოპოლი ან ეს მე-6 მსოფლიო საეკლესიო კრება ასევე უბრუნდება ამ საკითხს ქალკედონის კრებას და ამიტომაც ეს ნაჩვენები არის როგორც ახალი ქალკედონური, ასე ვთქვათ, კრება, ასეც ეძახიან ღვთისმეტყველებაში, ნიუ ქალცედონიზმი, რასაც ქვია, სადაც იესო ქრისტეს ახლა არა ბუნებებზე არის საუბარი, ის არის ღმერთი თუ კაცი, არამედ ნებაზე, თუ რამდენი ნება ქონდა მას და რამდენი ენერგია ქონდა, ხო? იყო ეს მონოენერგია თუ დიოენერგია, ანუ მონოთელოს თუ დიოთელოს. და აქ მაქსიმე ამსარებელი ძალიან ასე ვთქვათ, ჩვენთვის ყველას ცნობილი საეკლესიო მამა ამ თეორიას ავითარებს, მოკლედ საეკლესიო სწავლებას, რაც ამის უპირისპირდება დამცველია ამ ასე ვთქვათ დიოთელიტობის, ჩვენ ყველა ვართ დიოთელიტები, ვინც ასე ვთქვათ არ ვეკუთვნით აღმოსავლურ ქრისტიანულ ეკლესიებს, არამედ
ბიზანტიური წესი ეკლესიები და შესაბამისად აი ფაქტიურად მესამე კონსტანტინოპოლი ანუ მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრება პრაქტიკულად დოგმატური კუთხით ახალ სისეს ანუ ამიტომაც ეწოდება მას ახალი ქალცედონიზმი რომ აქ ჩვენ ფაქტიურად აღარ გვაქვს დიდი ასე ვთქვათ რეფლექსიები მოკლედ იმის თქმა მინდა რომ მსოფლიო საეკლესიო კრებებმა აი ამ მოცემულ აქ დაფაზე განსაზღვრეს იესო ქრისტეს პიროვნება და წარმოვიდგინეთ ეს არის ყვადილი საქმე ეს იყო ძალიან იმიტომ ეს არის მისტერია ეს არის საიდუმლო რომელიც ადამიანის გონებისთვის საბოლოოდ დაფარულია და ეს მხოლოდ მათ განეცხადებათ ვინც სულიერი თვალით ვინც რწმენის თვალით მიუდგებიან აი ამ საკითხს შესაბამისად გადავდივართ შემდეგ საკითხზე თუ როგორ გავიგოთ ასე ვთქვათ ქრისტოლოგია ანუ იესო ქრისტეს შესახებ სწავლება როგორ მიემართება წმინდა წერილი დოგმასთან და დოგმა წმინდა წერილთან. შეიძლება ვთქვათ, რომ რა პრობლემა ორივე ეკლესიის, ასე ვთქვათ, მთავარ მიმართულებებს წარმოადგენენ, მაგრამ ეს ასე არ იყო, ანუ დავები დღემდე არსებობს და მე-20 საუკუნეში განსაკუთრებით გაიზარდა ეს დავები თუ რა არის მთავარი, ასე ვთქვათ, როგორ უნდა იქნას ნაჩვენები იესო ქრისტეს პიროვნება მხოლოდ წმინდა წერილზე დაყრდნობით თუ ასევე დოგმაზე დაყრდნობით. შესაბამისად, აქ რაღაც თეზისების სახით ნაჩვენები მაქვს, რომ ქრისტოლოგიური დოგმის მიმართება წმინდა წერილთან ამ და პირიქით წმინდა წერილს მიმართება დოგმასთან ქრისტოლოგიასთან როგორ გამოიყურება თავად ბიბლიური ქრისტოლოგია და როგორც მიემართება ეს შემდგომ ისტორიულ განვითარებებს ეკლესიისა და მისი იერარქებისა და ღვთისმეტყველი მოაზროვნეების შუქზე ნამდვილ ისტორიულ იესოსთან დაკავშირებით. ესენი ძალიან დიდი საკითხებია, რომლებიც ახლა ჩვენ აქ ვერ გამიხილავთ ერთ საათში. პრაქტიკულად მინდა მოკლე სკოლიო დავუერთო ჩემს საუბარს, რომ ყველა ეს ჩვენი მოხსენებები, რაც ახლა მე უფლის ასე ვთქვათ, ხუთთვიან პროგრამაში ზის, წარმოადგენენ მხოლოდ ერთგვარ ჩვენ თემატურად ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე, ამ სათაურებია პრაქტიკულად ეს თითო საათი სათაურია თემის, რადგან ეს ამათი გაშლა, ასე ვთქვათ, მოითხოვს ერთ სემესტრს და ორ სემესტრს და სამ სემესტრს. ზოგან შეიძლება საერთოდ სამაგისტრო პროგრამა ქრისტოლოგია იყოს, წარმოიდგინეთ 2 წელი მუშაობს ადამიანი ამაზე და შესაბამისად თუ აქ რაღაც ასე ვთქვათ ყველაფერს დეტალურად ვერ განვიხილავთ, გაგვიგეთ, რადგან ეს არის შესავალი და ეს არის ზოგადი მიმოხილვა ამ საკითხების, რომ ჩვენ ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნას. ამიტომ ეს თემები მარტო მოითხოვენ ცალკეულ მუშაობას კიდე და უფრო მეტ მედიტაციას. ანუ ქრისტე თუ იესო, ესე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, რადგან მე-20 საუკუნის ისტორიულ კრიტიკულ საღვთისმეტყველო აზროვნებაში დასავლეთში განსაკუთრებით გერმანულ სივრცეში, რაც ნელ-ნელა შემდეგ აღმოსავლეთში ცნობილი გახდა, იქნება შთაბეჭდილება, რომ თავი არის, ასე ვთქვათ, ისტორიულად დავინახოთ, ვინ არის იესო ქრისტე და ეს ბუნებრივია საშიში არის სოტერიოლოგიური თვალსაზრისით ისე და ისე, ანუ გამომხსნელობითი თვალსაზრისით. ამის მიზეზი კი არის ის, რომ მე-20 საუკუნისა დღევანდელი ასევე თეოლოგებისა და ეკლესიის ისტორიკოსების ინტერესს წარმოადგენს ეკლესიის სწავლების გაუნებელყოფა, ანუ ნაწილს გულისხმობ რა თქმა უნდა და ქრისტეს მხოლოდ და მხოლოდ ისტორიულ იესოს პიროვნებამდე რედუქციას, ანუ დაყვანას შეზღუდვას. და ხდება ახალი განსაზღვრებების წარმოშობა. ანუ მე ახლა თქვენ გაჩვენეთ პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებების, ასე ვთქვათ, მიმართებები თუ ისინი როგორ მუშაობდნენ და რა იქნა იესო ქრისტეს შესახებ დადგენილი, ძალიან მოკლედ შევეხეთ ამას და ახლა ხდება ამის, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაცია, ანუ ახლიდან გააზრება და მიბრუნება ამ ყველაფერთან მიმართებაში. ანუ ქრისტეს მიმდევრობა თუ იესოს მიმდევრობა დაუშვათ, ხო? განსხვავება ისაა, რომ ქრისტეს მიმდევრობით ჩვენ ეკლესიის რწმენას ვაჩვენებთ იესოს მიმართ, როგორც მხსნელის, როგორც ქრისტეს ცხებულის, რაც ეკლესიის ფუნდამენტური რწმენაა. ხოლო იესოს მიმდევრობა უფრო პროფანულია, უფრო მეტად ჰორიზონტალურია. წარმოვიდგინოთ, ეს ჰორიზონტალური სიბრტყეა, ანუ იესო როგორც მხოლოდ იესო, ასეთი მოცემულობა და ქრისტე უკვე ეს უფრო ვერტიკალურია, უფრო მისტიურია, მიღმიურია, ტრანსცენდენტულია, უფრო ასე ვთქვათ, მარადიულია და მასხმონებლობითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ანუ სოტერიოლოგიური კუთხით. და მხოლოდ იესოს გაგება, რაც აი მე-20 საუკუნის ამ ისტორიო-კრიტიკული მეთოდის საფუძველზე ნელ-ნელა იბადება და დღემდე მოქმედებს, ეს ჩვენ გვევლინება მაცხოვარი როგორც მხოლოდ გმირი, მოწყალე, სოციალური რაღაცა, ასე ვთქვათ, რევოლუციონერი ადამიანი. და მეორეს მხრივ ესე ქრისტე როგორც ვერტიკალური მასხმონებლობითი განზომილება ამას გამორიცხავს ბუნებრივად და შესაბამისად ჩვენ ცნობილი მაგალითად ბულტმანი იყო ასეთი
გერმანელი თეოლოგი, რომელსაც დაწერა დემითოლოგიზაცია, ანუ გან მითოლოგიზირება სახარებისეული მოვლენების, სადაც სასწაულები არის აღწერილი, ღვთისმშობლის ქალწულება, მაცხოვრის ღმერთობა და ასე შემდეგ. ხო, ეს მომენტების, რომ კურნავს საფრთხე ძალით, მაგალითად და ასე შემდეგ, ეს ზოგიერთი გერმანელი ღვთისმეტყველისთვის წარმოადგენდა რაღაც მითს, რაღაც ლეგენდას და ისინი პრაქტიკულად გამგრძელებლები არიან იმ ხედვის, რომელსაც ჯერ კიდევ ორიგენი ალექსანდრიელი დაუპირისპირდა, თუ გახსოვთ ჩვენ პირველ შეხვედრაზე, ჩემს ლექციაზე ქონდა საუბარი, რომ ალეთოს ლეგოს ჭეშმარიტი სიტყვა ასეთი ნაშრომი დაწერა ბერძენმა მოაზროვნემ ფილოსოფოსმა კელსუსმა, რომელსაც დაუპირისპირდა ორიგენი. ეს კელსუსი სწორედაც რომ აი ამ ფაქტიურად ისტორიულ-კრიტიკული მეთოდის დამფუძნებლად გვევლინება, რადგან ის გამორიცხავს ყველა იმ სასწაულს, რომელსაც ჩვენ 4 სახარებაში ვხედავთ. ანუ მინდა დავინახოთ ის, რომ დღევანდელ სამეცნიერო აზროვნებაში საღვთისმეტყველო დისკურსშიც სამწუხაროდ გვაქვს ეს ორი სკოლა, ორი მიმართულება, სადაც ასე ვთქვათ, იესოლოგია შეგვიძლია დავარქვათ, დავინახოთ და მეორე მხრივ ქრისტოლოგია, ხო? ანუ ქრისტოლოგია ეს არის უფრო მასწავლებლობითი მიმართულება და მხოლოდ იესო ეს არის უფრო სოციალური რევოლუციონერი, რაღაც მოწყალე, კეთილი გმირი და ასე შემდეგ, ხო? ეს ორი მიმართულება. შესაბამისად, აქვე რაულით გვერდს, რომ ქრისტოლოგია არ გავიაზროთ სოტერიოლოგიის შუქზე, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ამ სახის დისკურსში წინ წასასვლელად. და განწმენდის ნაცვლად ამ მოაზროვნეებს შორის წარმოიშვა განთავისუფლება. ანუ ქრისტოლოგია ნიშნავს, რომ ჩვენ ცხონებას ვსაჭიროებთ, განწმენდას ვსაჭიროებთ, გადარჩენას ვსაჭიროებთ. ეს არის მთავარი ამოცანა, მთავარი მესიჯი, ხო, იესო ქრისტეს განკაცების. და ამიტომ ეს განწმენდა, ამ განწმენდას ჩაენაცვლა ახლა განთავისუფლება. მაგალითად არსებობს ასეთი, მე არ დავასახელებ პიროვნების სახელს და გვარს, გერმანელი ღვთისმეტყველი არის, რომელიც ამბობს, რომ იესო ქრისტეს განკაცების მიზანს წარმოადგენდა არა ადამიანის გადარჩენა და გამოხსნა, არამედ ის დაეხმარა მამას და დააკორექტირა მამის შეცდომა, რომ მამამ ადამიანის შექმნა, ასე ვთქვათ, ნაკლოვანი, რომ ის დაუშვებდა შეცდომას და ასე ცოდვას ჩაიდენდა. წარმოიდგინეთ, სადამდე მიდის, ასე ვთქვათ, ეს ვთქვათ, ისტორიულ-კრიტიკული ხედვა, რომ ქრისტეს განკაცება არის არა ადამიანის გამოხსნის, ასე ვთქვათ, მიზანი, არამედ მამის შეცდომის დაკორექტირება, რომ ასე ვთქვათ, და ამით უკვე პიროვნება თავისუფალი ხდება და შენ აღარ ჭირდება კირიე ლეისონ თქვა, ანუ უფალო შემიწყალე აღარ ჭირდება, რადგან შენ გათავისუფლებს ეს გაგება იმისგან, რომ შენ გამოხსნილი ხარ, უბრალოდ მამამ დაუშვა იმთავით შეცდომა ადამიანში, რომ ის დეფექტური შეიქმნა და ის ცოდისკენ მიდრეკილი გახდა, თორემ ჩვენ როგორც პიროვნებები თავისუფლები ვართ ამისგან, ანუ განწმენდას ჩაენაცვლა განთავისუფლება. რაც რა თქმა უნდა ასევე საშიში ტენდენცია და მე ვიმედოვნებ რომ ჩვენს აღმოსავლურ საღვთისმეტყველო აზროვნებაში მსგავსი ასე ვთქვათ ტენდენციები არ მოიკიდებს ფეხს პოპულარულობის და რაღაც ასე ვთქვათ პირველობის მიზნით. ამ წანამძღვარის შემდეგ ჩვენთვის დგას საკითხი რომ ჩვენს დავალებას დღეს წარმოადგენს იესო ქრისტეს შესახებ უფრო საეკლესიო ასე ვთქვათ ეკლესიის საერთო მიღწეული სწავლების დღევანდელ ენაზე თარგმნა. ანუ ჩვენი მოცემულობა, ჩვენი ამოცანა დღეს არის არა ის, რომ რაღაც ახალი ასე ვთქვათ სწავლებები და დეფინიციები შემოვიტანოთ, არამედ ის, რაც ჩვენი ეკლესიის მამათა მიერ იქნა დადგენილი, ამ ყველაფრის სწორი გააზრება მოახდინა და ჩვენს გასაგებ ენაზე გადმოტანა. შესაბამისად, ჩვენთვის დგას საკითხი, თუ პირველ წყარო რა არის იესო ქრისტეს შესახებ? რას გვეუბნება თავად წმინდა წერილი? რას გვეუბნება ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა ამის შესახებ? რას გვეუბნება თავად იესო ქრისტეს ქვეყნად მოღვაწეობის სულიერი გამოცდილება მამა ღმერთთან ურთიერთობის კვალდაკვალ, მახარებლების მიერ გადმოცემულ ტექსტებში, ანუ სახარებებში. ანუ არა თავად სახარება რას, ანუ იესო უშუალოდ რას ამბობს და ჩემი მთავარი ამოცანა დღეს ის არის, რომ ჩვენ დავინახოთ იესო ქრისტეს პიროვნება, არა ასე ვთქვათ, მხოლოდ იმის ფონზე თუ რას ამბობენ მახარებლები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ან რას ამბობს შემდეგ განვითარებებში დოგმა იესო ქრისტეს შესახებ, არამედ თავად რას ამბობს იესო ქრისტე. ეს არის პრინციპი, რომ ყოველთვის ჩვენ, როდესაც რამე საკითხის შესახებ საუბრობთ და დისკუსიაში შევდივართ ერთმანეთთან, ხომ? და რაღაც ემოციები ჭარბობს, ამ დროს ყველა ასე ვთქვათ ემოცია უნდა დაწიოს, და დაუბრუნდეთ პირველ წყაროს. თუ რას გვეუბნება თავად წყარო, ვინ არის თავად იესო? ეს ყველაზე უკეთესად თავად მან იცის, ხო? და რა თქმა უნდა, შემდეგ მისმა მოციქულებმა, რომლებიც უშუალოდ მის გვერდით ტრიალებდნენ. თუმცა მანამდე მე თქვენ გესაუბრეთ ევსები კესარიელი რატო წერს ეკლესიის ისტორიას, რომ მას უნდა ეჩვენებინა, რომ ქრისტიანობა არის არა მხოლოდ 3 საუკუნის რელიგია, ანუ ევსები მე 4 საუკუნის დასაწყისში იყო, ხო, არამედ ის
ადის, ასე ვთქვათ, იესოს ხედვა, იესოს განკაცება ეფუძნება აბრაამს, აბრაამი მოსეს, მოსე უბრუნდება ამ საფრთხეს, ვთქვათ, შესაქმეს, რომ ეს არის უძველესი რაღაც, ამიტომ მნიშვნელოვანი არის თავად ძველ აღთქმაში ეს კონტინუიტეტი, ეს ხანგრძლივობა, ასე ვთქვათ, ვაჩვენოთ. ამიტომ, როდესაც ლეონი დიდი წერს ამ ტომუს ლეონის და უგზავნის ქალკედონის კრებას, მას მოყავს სწორედ ეს ციტატები, რომლებიც ახლა მე აქ ამოვწერე. სამწუხაროდ მე ვერ წავიკითხავ თქვენთან ერთად ამ ძველ ქართულ ტექსტს, სხვათა შორის ვერ ქართულად ეს ნათარგმნი არის, ძალიან საინტერესო დოკუმენტი არის. შემიძლია შემდეგ ნინოს ან თაზოს გავიგზავნო, რომ გააგიზიაროთ. სამწუხაროდ ძველ ქართული იმდენად რთულია, რომ ძნელი ამის გაგება, თორემ აი ქრისტოლოგიური დოგმა, ანუ ნამდვილად კარგად არის და ნათლად ჩამოყალიბებული და ლეონი დიდი, რომლის ხედვაც გაზიარებული და დადგენილი იქნა მეოთხე მსოფლიო კრებაზე ქალკედონში, სწორედ აი ამ ასე ვთქვათ ციტატებს იშველიებს და აქ მე მინდა დავაკვირდეთ ძეს. ძეს ხსენებას თუ როგორ ხშირად ასე ვთქვათ ქრისტესთან მიმართებაში, მაცხოვართან მიმართებაში ერთ-ერთი ასე ვთქვათ მისი სახელდება არის ძეობა. ძე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ამას დავინახავთ თუ რატომ. ამისთვის თვითუფალმან მოქცეს სასწაული თქვენ ახლა ქალწულმა მუცლად იღოსა შვეს ძე და უწონა სახელი მისი ემანუელი. შემდეგ კიდევ დაბლა იგივე არის რამ თუ ყმა იშვა ჩვენ და ძე და მოგვეცა ჩვენ. ეს არის მოკლედ ახლა ძველი აღთქმის ასე ვთქვათ მინიშნებები მაცხოვრის განკაცების შესახებ, რაც დაუშვათ თუ ახლა ისო გადავალთ ეკლესიის ისტორიაში, არ გვაქვს მუჰამედთან მიმართებაში. ეს არის ივანე დამასკელი, როდესაც კითხვას უსვამს ისმაელიტებს, თუ ვინ არის ის, ვინც იესოს შესახებ, ბოდიში მუჰამედის შესახებ წინასწარ რა მიწინასწარმეტყველა და თქვა, ისინი დუმდნენ. ანუ არ ქონდათ პასუხი, ანუ მუჰამედის გამოჩენა არ ქონდა ასე ვთქვათ ისტორია, ის არ ზის ამ მაცხოვნებლობით გამომხსნელობით ისტორიაში, განსხვავებით იესო ქრისტეს განკაცებისა, რომლის შესახებაც უკვე საუკუნეების წინ, ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველნი მიანიშნებდნენ და საუბრობდნენ. რაც შეეხება თავად სახარებას, ანუ მე მოვდივარ უშუალოდ ნენელა უშუალოდ იესო ქრისტეს სიტყვასთან, მის უშუალოდ საკუთარ თავზე რას ამბობს, როგორ უყურებს ეს ამ ყველაფერს, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი არის უშუალოდ სახარებები და სახარება თავად ეს ოთხთავი არის სამოციქულო სწავლება ადამიანის გამოხსნის შესახებ იესო ქრისტეს გზით. ანუ ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ სახარება, სამოციქულო ეპისტოლეები, მე პატრისტიკული ხანა, ანუ პოსტსამოციქულო ხანა, სამოციქულო შემდგომი ხანა, მე პატრისტიკა და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ რეალურად სახარებები, ანუ ოთხთავი კორპუსი, ეს სხვა არაფერია, თუ არა თავად სამოციქულო სწავლება უკვე, სამოციქულო მოძღვრება, რადგან მახარებლებმა დაწერეს ეს როგორც დაინახეს და გაიაზრეს იესო ქრისტეს შესახებ. შესაბამისად, ჩვენ სახარება გვესმის როგორც სამოციქულო სწავლება ადამიანის გამოხსნის შესახებ. ახალი აღთქმის წიგნთა კორპუსი წარმოადგენს პირველ საღვთისმეტყველო ფენას. კერძოდ სახარება 4 კანონიკური ტექსტიდან მიუხედავად მათი პერსპექტივის განსხვავებებისა, ხო ჩვენ ეს სასკოლო საღვთისმეტყველო რეტორიკაში ვიცნობთ ეს სინოპტიკური, სულიერი და ასე შემდეგ, ანუ ეს ამ განსხვავებების მიუხედავად თითოეული მათგანი აჩვენებს ერთმანეთთან მიმართების არსებით დამოკიდებულებას, რომ ისინი ერთობა არიან. ერთი ნათესაობაა ფაქტიურად ოთხივე სახარების ეთოსი, ხედვა, ყველაფერი საერთო ჯამში ერთია, თუმცა რა თქმა უნდა არსებობს ნიუანსური სხვაობები, რაც არსებითში არ მოდის წინააღმდეგობასთან. სამოციქულო ქადაგების სტრუქტურაა ეს საბოლოო ჯამში ეს ოთხი სახარება, ამიტომ ჩვენ მართლმადიდებლები ახალ აღთქმას სამოციქულო ტრადიციის უმთავრეს ჩანაწერად მივიჩნევთ. ანუ მოციქულთა უმთავრესი ჩანაწერებია ახალი აღთქმის წიგნები და შესაბამისად სამოციქულო რწმენის კონცეფციის ნიშნავს პირველ ყოვლისა წმინდა წერილისეულ სამოციქულო სწავლების ექვივალენტს, ამ შესაბამისობაში არის ეს. ახლა ახალ აღთქმას როგორ ესმის? აი მახარებლებს როგორ ესმით იესო ქრისტეს, რას ამბობენ ისინი, ხო? წიგნი შობისა იესო ქრისტეს, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. აი აქ ისევ ჩანს ეს ძეობა, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. ეს ძეობა მიანიშნებს ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს. ეს ჩვენთვის ასევე ღვთისმეტყველებისთვის, იგივე მოძღვრებისთვის, რომ რამე შეცდომაში არ გადავარდეთ. მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ ღვთისმეტყველებიც ამ ძეობის, ასე ვთქვათ, ალეგორიული გაგებით გაგებებში უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ ახალს არაფერს არ ვქმნით, როგორც ღვთისმეტყველები. ჩვენ ამ მემკვიდრეობაში ვართ, გადაცემაში ვართ იმისა, რაც გადმოგვეცა. და ძეობაც ეს არის, ის ღებულობს, ასე ვთქვათ. ის მიმღები იყო იუდაური ასე ტრადიციის, ამიტომ ესმის მახარებელს, როცა ის წერს, წიგნი შობისა იესო ქრისტესის, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. ანუ ეს ხაზი მნიშვნელოვანი არის და ეს ძეობა.
მიუგო ანგელოსმა მან და ხვალმა სული წმინდა მოვიდე შენზე და ძალი მაღლისა გფარვიდე შენ. ამისთვის შობილსა მას წმინდა ეწოდოსა ძე მაღლის. ანუ თვით ანგელოზიც კი ასეთ დეფინიციას ახდენს. ანუ იესო ქრისტე არის ძე ანგელოზისთვის. ივანე მახარებელი, სხვათა შორის მინდა მოკლედ გითხრათ, რომ აი ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ხარება, ეს ხარებიდან არის ლუკა მახარებელი 1:35, ხომ გახსოვთ? აი ერთადერთი ადგილია, სადაც ანგელოზი კი არ ეცხადება ვინმეს, არამედ შედის. აი თუ წაიკითხავთ, პირველი 33-32 მუხლები არის შევიდა ანგელოზი, აი ბერძნულში სიტყვა არ მახსენდება, აქ ჩვენები არიან, შეიძლება მათ დაძებნონ და მე დისკუსიაში თქვან, თუმცა ეს ეხლა ქრისტოლოგიას არ ეხება, მაგრამ მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის განსაკუთრებულობის შესახებ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან შედის ანგელოზი. კი არ ეცხადება, რადგან ანგელოზზე მაღლა დგას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. დანარჩენს იოსებს და სხვებს და ეს ვიცით ხო ბიბლიური ასე ვთქვათ რიტორიკა რა არის რომ ანგელოზი ყოველთვის გვეცხადება ხო მაგრამ ღვთისმშობელთან მიმართებაში ის არ ცხადდება არამედ შედის მასთან ანუ მის ასე ვთქვათ სიბრტყეზე დგება და უფრო მასზე დაბლაც შეიძლება ასე იყოს ეს მოკლე სკოლიო ამ ყველაფერში და სიტყვა იგი ხორციელი იქნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდებაა მისი დიდებაა ვითარცა მხოლოდ ჩობილისა მამისა მიერ სავსე მადმისა და ჭეშმარიტი რა თქმა უნდა ეს მამის და ძეობა ეს ბუნებრივია ყველაფერი ანუ ეხლა ნელ-ნელა შემოვდივართ ასე ვთქვათ იმაში რომ პავლე მოციქულია შემდეგ ანუ მახარებლების შემდეგ ვინც პრაქტიკულად ასე ვთქვათ ახდენს იესო ქრისტეს დეფინიციას ბოდიში ვიხდი რომ ასეთი ტერმინებით მიწევს ამ საკრალურ და ასეთ წმინდა თემებზე საუბარი მაგრამ მე მინდა მივხვდეთ რომ ეს ტექნიკური მხარე არის საკითხის და ეს არ გულისხმობს იმას რომ რაღაცას ვთქვათ მე აგდებულად ან რაღაც ლიტონად ვექცევი ამ ყველაფერს უბრალოდ სამწუხარო ჩვენი ენა და მით უმეტეს ამ დასავლეთში ნასწავლი პიროვნების ბედი და უბედურებას ალბათ შეიძლება ის არის რომ ჩვენ გვიწევს ასე ვთქვათ რაღაც მსგავსი ტერმინებით საუბარი რაც ამ წმინდას და ძალიან აღმატებულს შეიძლება ბღალავდეს მაგრამ აქ სურს გთხოვთ რომ გაგებით მოვეკიდეთ ამას რომ რაღაც ასე ვთქვათ არ იფიქროთ რომ რაღაც კრძალვა არ გაგვაჩნია ამ ყველაფრის მიმართ უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს როცა თან ემოციას ახლავს ამ ყველაფერს მოკლედ პავლე მოციქულში ჩვენ ვხედავთ ერთგვარ სინთეზს ხო პავლე მოციქული ახლა როცა მაგალითად მახარებლები ლუკა და სხვები მათე და ასე შემდეგ ისინი უფრო ნამდვილად იუდაურ ამ ებრაულ კონტექსტიდან ამოდიან რა თქმა უნდა პავლე მოციქულის მაგრამ პავლე მოციქულში არსებობს უკვე ეს ელინისტური ფილოსოფიური ასე ვთქვათ მიმართულებები ის არის ძალიან ერუდირებული პიროვნება თავის დროზე და ამის შესახებ არსებობს ეს ინგლისურად საინტერესო წიგნი რაც მე ვნახე და შეიძლება სხვაებიც მრავალი კიდევ ვნახოთ ეს არის ესე იგი უადრესი ქრისტიანობა და ბერძნული ასე ვთქვათ სკოლა ბერძნული კულტურის გავლენა ამ ქრისტიანობაზე როგორ ხდება ასე ვთქვათ ეს ებრაულისა და ბერძნულის ერთად შეზავება შეერთება და ასე შემდეგ. პავლე მოციქულში ჩვენ ხედავთ ერთგვარ სინთეზს. ის აერთიანებს იესო ქრისტეს კონცეფცია მასთან, ასე ვთქვათ, უკვე არის არა მხოლოდ იუდაური, ან მერე გვიან მხოლოდ ბერძნული, არამედ ორივე ერთად. ანუ იუდაურ რაბინული გავლენა აბუნებრივია, კაცი გაზრდილია გამალიელის ფეხზე და აქეთ ელინისტურ ფილოსოფიას იცნობს და ამას ჩვენ ხედავთ მის ეპისტოლეებში თუ რა, ასე ვთქვათ, გავლენა აქვს ბერძნულ ენას და ბერძნულ ლინგვისტიკას მის ცხოვრებაში. პავლე მოციქულის მიხედვით, ასე ვთქვათ, პავლე იესო ქრისტეს მონა მოციქულად ხმობილი ეს მოკლედ მოვიყვანე რომ კონსტრუქციის თვალსაზრისით რაღაც ასე ვთქვათ სიცარიელი არ წარმოჩენილი იყო. ისიც რა თქმა უნდა ძეობას ხას უსვამს, რომელიც ეხება მის ძეს, დავითის თესლისგან ხორციელად ჩაობილს. ძალით, სიწმინით, სულითა და მკვდრეთით აღდგომით ღვთის ძედ განჩინებულს. უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს. მისი მეუხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით სარწმუნოებას დაუმორჩილოთ ყოველი ხალხი. სარწმუნოებას დაუმორჩილოთ. პავლე უკვე აქ გვევლინება როგორც მისიონერი, როგორც აი ის მას უკვე სხვა ამოცანა აქვს. ის სხვა რამისთვის არის მოწოდებული და სხვა ასე ვთქვათ პერსპექტივას გვაჩვენებს. თუმცა ეს კიდე სხვა საკითხია. აქაც შეგვიძლია კიდე საუბარი. დღეს ჩემი სურვილია რომ სახარებაზე დაყრდნობით დაუფიქრდეთ. თავად იესოს როგორც ზის ურთიერთობას მამასთან. ანუ იესო თავად როგორ მოქმედებს. იესოს მუდმივი ურთიერთობა მამასთან წარმოადგენს მისი ცხოვრებისა და პიროვნების ცენტრს. წმინდა წერილის მიხედვით. ფაქტიურად იესო რომ გავიგოთ იესო ქრისტე მაცხოვარი, ანუ ქრისტოლოგიას შეძლების დაგვარა ჩვენი გონების შესაძლებლობებში ჩავწვდეთ, პირველ ყოვლისა თავად მას უნდა მივუბრუნდეთ, მის მოქმედებას, მის გამოთქმას, მის ასე ვთქვათ, საქციელს, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ იესო ქრისტეს ურთიერთობა მამასთან ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ახლა დაფუძნებული ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა იესო ქრისტეს პიროვნების გაგება და მისი განსაზღვრება. ამაზე უკვე ქონდა ზემოთ საუბარი. აქ მინდა მოვიყვანო უშუალო დიალოგი მაცხოვრისა და პეტრე მოციქულის, რომელსაც მარკოს მახარებელი გადმოგცემს, რომელსაც ისევ და ისევ ევსები კესარიელი ეკლესიის ისტორიაში უწოდებს პეტრე მოციქულის თარგმნელს, თარჯიმანს, გერმანულად დოლმეჩერ. ანუ მარკოზმა ფაქტიურად პეტრესგან რაც მოისმინა, ის ჩაწერა, ანუ მარკოზის სახარება არის პეტრეს სახარება, ამიტომაც სტილისტურად და ხასიათობრივად ის ძალიან სხვაობს სხვა სახარებებთან, რა თქმა უნდა, საერთო პათოს გადმოცემს. აქ მინდა ერთ რამეს დავაკვირდეთ, დიალოგს და კვლავ კითხა მათ, თქვენ თავად რას ფიქრობთ, ვინ ვარ მე? ანუ ვინ არის იესო ქრისტე? პეტრე მიუგო და უთხრა მას, შენ ხარ ქრისტე. მაშინ უბრძანა მათ, არავისთან გაეთქვათ იგი. ანუ ეთქვათ ეს. აი ეს გამოთქმა სწორედ ბადებს ეკლესიას. ეს გამოთქმა ბადებს ნათლობის პირობას, რომ აი ჩვენ ვიცით, რომ პირველ საუკუნეებში ეს წმინდა სამების შესახებ ნათლობა ეს ხომ. ანუ თუ იესო ქრისტეში ჩვენ ღმერთს ვაღიარებდით, ეს იყო პირველი მეორე საუკუნეების ქრისტიანებისთვის საკმარისი იმისათვის, რომ პიროვნება გამختارიყო ეკლესიის წევრი, ანუ ის ქცეული იყო ქრისტეს ასე ვთქვათ ეკლესიის წევრად. ამიტომ ეს გამოთქმა შენ ხარ ქრისტე, ანუ ამაში იგულისხმება, რომ მე ვაღიარებ იესო ქრისტეს როგორც ღმერთს, ცხებულს, უკვე საკმარისი იყო, რომ პიროვნება გამختارიყო ეკლესიის წევრი. ეს გამოთქმა დაედო ეკლესიის წმენას საფუძვლად, სარწმუნოების სიმბოლოს, წამს ასევე. ანუ იესო არის ქრისტე, არა მარტო იესო, არამედ ქრისტე, ცხებული მესია, ხსნელი ღმერთი. და ჩემი კითხვა არის კი ეს გამოთქმა მოციქულებისთვის ან ჩვენთვის საკმარისი. იქვე მარკოსთან ხედავთ, რომ არ არის ეს საკმარისი, ჩვენ მარტო ვაღიაროთ. ეს საკმარისი არ არის და რატომ? მოციქულთა მიერ იესოს როგორც ცხებულის ქრისტეთ აღიარების შემდეგ აჩვენებს იესო მათ თუ ეს რას ნიშნავს საკუთარ მაგალითზე. და დაუწყო მათ სწავლება, რომ ზეკაცეს ელოდება მრავალი ტანჯვის დათმენა, შეურაცხყოფა უხუც ცესთაგან, მთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დაასჯა და მესამე დღეს აღდგომა. აქ რას აკეთებს პეტრე მოციქული? აშკარად ამბობდა ამას იესო, მაგრამ პეტრემ განზე გაიხმო და კითხვა დაუწყო. როგორი თამამია. ან მარკოს მახარებელი როგორ თავისუფლად წერს ამას. ესეც საინტერესოა, როგორ მისთვის ბუნებრივია ასეთი რამის გამოთქმა, რომ კითხვა დაუწყო პეტრემ მაცხოვარს. ამას მარკოზი წერს, ხო, პეტრე რასაც უყურებდა. ხოლო ის მობრუნდა, გადახედა თავის მოწაფეებს, შერისხა პეტრე და უთხრა: გამშორდი სატანა, ვინაიდან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას. ანუ მინდა რომ დავაკვირდეთ, რომ მარტო აღიარება ჩვენი რწმენის, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, არ არის საკმარისი. იესო ქრისტეს ღმერთობის აღიარებით ჩვენ ასევე ვიღებთ ჯვარს საკუთარ თავზე და ვუდგებით ქრისტეს. ეს არის სულიერი გაგება ქრისტოლოგიის, რომ შენ პირადად, ვინც აი ახლა ვისმენთ, მეც, ვინც ამას ვსაუბრობ და ის, ვინც ქრისტიანია, მარტო კი არ აღიარებს ღმერთობას იესო ქრისტეში, არამედ თუ ის მხოლოდ ღმერთობას აღიარებს იესო ქრისტეში, მაგრამ არ დაუშვებს იმას, რომ ჩვენ ჯვარს ვღებულობთ ამავდროულად ნათლობაში. ხო, ჯვარია გოლგოთის გზა, ეს ყველა ჩვენგანი გავდივართ ამას. თუ ამას თან არ ვაღიარებთ, მაშინ აი იესო გვეუბნება, რომ სატანა განშორდი. ანუ ფაქტიურად პეტრე მოციქულს სურს ერთის მხრივ რაღაც კარგი კომფორტული იესო და ქრისტე და ეს ყველაფერი ავდეს და კონდეს და დღეს ჩვენ შეგვიძლია ეს კარგად წარმოვიდგინოთ თუ რას ნიშნავს ჩვენ ნათელღებულთა შორის, მაგრამ არ გვინდა ავიღოთ ჯვარი. აი მსგავს რამეს ქრისტე ვერ ეგუება. ანუ შენ თუ აღიარებ ქრისტეს როგორც ღმერთს, ამავდროულად უნდა აღიარო ის, რასაც ის ამბობს, რომ ის ჯვარს გაეკრება და აღსგება და ასე შემდეგ. აშკარად ამბობდა ამას, მაგრამ პეტრე განზე გაიხვალა, ის მიბრუნდა და უთხრა: მოუხმო ხარს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, ანუ ვისაც სურს ჩემში ღმერთობა დაინახოს და გადარჩენა გადაწყვიტოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავის ჯვარი და გამოუყვეს მე. მე ვფიქრობ, რომ ეს თავი აქცენტი ერთად ჩვენთვის გასაგებია, აქ დიდხანს არ გავჩერდები. იმისათვის რომ ჩავწვდით ამ საიდუმლო სიღრმეს მისტერიონ, საჭიროა რწმენა, ბუნებრივია, პეტრე მოციქული წდება ამ სიღრმეს, აღიარებს იესოს როგორც ქრისტეს, ანუ როგორც მხსნელს, ღმერთს, მაგრამ იქვე ჩნდება კითხვა, არის თუ არა პეტრე მზად ასევე იესოს სიტყვა, საქმე, ანუ გზად აქციოს.
იესო თავის შესახებ არასოდეს არ ამბობს, მე ვარ პიროვნება. ეს არის შემდგომ გვიანდელი დოგმატური მიდგომებია, პერსონა, ეს ფილოსოფიური შეიძლება გავლენა. ვერ ვნახავთ სახარებაში ვერსად იესოსგან, რომ ის ამბობს მე ვარ პერსონა, პიროვნება. ის ამბობს მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ სიცოცხლე. აი ეს თემებია იესოს ირგვლივ, რომის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ მე არ ამბობს მე ვარ პიროვნება, ის ამბობს მე ვარ გზა. და ეს გზა რომ გავიგოთ, ეს თავად რომ გავიგოთ, იესო ქრისტე აუცილებელი ამ გზაზე შედგომა, ასე ვთქვათ. ეს ვაქციოთ ასევე საკუთარი გზად. ეს არის ეკლესიის პასუხი. ეკლესია დგება იქ, ეკლესია სადაც სწორედ ამ გზას შეუდგება, ასე ვთქვათ. და ეს გვეხება ჩვენს ეს საკითხი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ხდება სწორედ საფუძველი იმისა, რომ პიროვნებაში, მოციქულში, შემდეგ მის მოწაფესა თუ საბოლოოდ ეკლესიაში, იერარქიაში, საეკლესიო მოაზროვნეებში და ასე შემდეგ, ეს ყველა ჩვენგანის, ასე ვთქვათ, ამას ვერ გავიქცევით. ამ კითხვას ჩვენ ვერ აუვლით გვერდს, რაც უნდა ძლიერები ვიყოთ ღვთისმეტყველებაშიც, ქადაგებაშიც, იერარქიაშიც, ყველაფერში. მნიშვნელოვანი არის ჩვენი საკუთარი პასუხი. აი სიტყვა და მიგება, ხო, სიტყვის გება, როგორც ერთმა ჩვენმა მეგობარმა მითხრა, ძველ ქართულში გვაქვს სიტყვა, ღმერთი, ლოგოსი და პასუხი ვართ ჩვენ. და ძველ ქართულში სიტყვა და სიტყვის გება, ანუ ესე იგი პასუხი აქვს ეკლესია ამ შემთხვევაში ამ გამოცხადებას, რომელთაც მე პირველი ლექცია დავიწყე. ამდენად ეს კითხვა თუ როგორ გავიგოთ იესო ქრისტე, იმთავითი გაჩნდა ეკლესიის წიაღში, მის მოციქულებში. გაჩნდა მრავალი წოდება, ხო, იესო ქრისტეს შესახებ, ჩვენ ვიცით სახარებებიდან წინასწარმეტყველი, მღვდელი, პარაკლეტ, ნუგეშინის მცემელი, ანგელოზი, მაგრამ უფრო ძირითადად კრისტალიზაცია, უფრო ასე ვთქვათ, ახვეწა და ფოკუსირება ხდება ძეობაზე. მათი მახარებლის მიხედვით დგინდება, რომ საბოლოოდ ეკლესია მიიღო ის განსაზღვრება, რომელიც პეტრე მოციქულმა წარმოთქვა სიმონმა, იმავე პეტრე, მიუგო, შენ ხარ ქრისტე, ძე, ცოცხალი ღმერთისა. ძე სიტყვა წმინდა წერილში ხშირად ხდება. სიტყვა ძე ხდება გვიან პატრისტიკულ რიტორიკასა და სოფლიო საეკლესიო კრებებზე მთავარი გასაღები მთელი ქრისტოლოგიური მისტერიის გაგებისა. ამას შემდეგ დავინახავთ. 10 წუთი მაქვს. იესო ქრისტე როგორც ძე ღვთისა იყო ყოველთვის ეკლესიის პასუხი ეკლესიის ისტორიის ყველა ტურბულენტურ ზონებში, სადაც კი ქრისტოლოგიურ დებატებსა და დისკუსიებს ჰქონდა ადგილი. ძე იყო ეკლესიის პასუხი და ფუნდამენტი. ქრისტოლოგიის სულიერი მიდგომების შესახებ კარდინალ იოსებ რაცინგერს, გერმანელ თეოლოგს, აქვს საინტერესო ნაშრომი Schauen auf den Durchbohrten, რომელიც ნამდვილად ვისაც გერმანული შეუძლია რეკომენდირებული არის, რადგან ის ეფუძნება მაქსიმე ამხსარებელს, იოანე დამასკის მთელი პატრისტიკული, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთის ბერძნული მამები ყავს, ასე ვთქვათ, სისტემატიზირებულად განხილული და დალაგებული ჩვენს დღევანდელ გასაგებ ენაზე. ნამდვილად საინტერესო, ფაქტიურად მისი ხედვა ამოზრგილი არის აი ამ პატრისტიკულ ცნობიერებას და მეორეს რომ მინდა წარმოგიდგინოთ მამა იოანე, ანუ ჯონ ანტონი გუკინ, რომელიც ასევე არის მართლმადიდებელი ბრიტანელი თეოლოგია ინგლისში, მას აქვს ეს წიგნი, რომელიც აქ არის და ის ამბობს შემდეგ რამის, რომ სამოციქულო და პატრისტიკული ცნობიერების ღვთისმეტყველება მთლიანად მართლმადიდებლური ეკლესია ვერ ეყრდნობით ძირითად ისტორიულ გამოცდილებას. ანუ ეხლა უბრუნდებით იესო ქრისტეს უშუალოდ მოწაფეებს, რომელიც იესოს თვითმხილველებსა და ვინც იყვნენ უშუალოდ ისტორიულად მის გვერდით რეალებდნენ. იესოს უწოდო ძე არ ნიშნავს მას შევძინოთ რაღაც მითიური დოგმატის ხასიათი. მთელი სახარების მოწმობა ერთსულოვანია იმაში, რომ იესოს სიტყვები და საქმეები მამასთან მისი შინაგანი არსებიდან წარმოიშვება. რომ აცხოვარი დღის ბოლოს, მრავალი სიმძიმის შემდეგ, თქვენ გახსენდებათ მრავალი ადგილი, ყოველთვის მარტო ადიოდა მთაზე, სალოცავად. იხილეთ მარკოზი, დაუშვათ ეს მხოლოდ მაგალითია, თუმცა იცით თქვენ რას ვამბობ, რომ ის ხშირად განმარტოვდება მთაზე, რასაკეთებს ის, ლოცულობს. მახარებელთა შორის განსაკუთრებით ლუკამ ხაზგასმით აღნიშნა ეს ფაქტი. ის გვიჩვენებს, რომ იესოს მოღვაწეობის არსებითი მოვლენები მისი პიროვნების ბირთვიდან წარმოიჩვა და რომ ეს ბირთვი იყო მაცხოვრის მამასთან ურთიერთობა. აი ახლა მივდივართ უკვე საბოლოოდ უშუალოდ ჩვენს მთავარ სათქმელთან, რომ ასე ვთქვათ, იესო უშუალოდ ურთიერთობს მამასთან ლოცვით და ამით განსაზღვრავს ის საკუთარ იდენტობას, საკუთარ თავს, თუ ვინ არის ის ჩვენთვის, რომ გავიგოთ უკეთესად. გერმანელი თეოლოგი რაცინგერი აქ სამ მაგალითს ასახელებს საილუსტრაციოდ. პირველი ეს არის, მოხდა ისე, რომ იმ დღეებში სალოცავად ავიდა მთაზე, მთელი ღამე იქ დაჰყო, ღმერთის მიმართ მლოცველმა. ხოლო როდესაც გათენდა, მოუხმო თავის მოწაფეებს, ამოარჩია მათგან 12, რომლებსაც მოციქულები უწოდა.
ანუ პრაქტიკულად 12-ის გამორჩევა, 12 მოციქულის არჩევა, ეს სიმბოლური ციფრია, ზოგადად ეს ვიცით, ეს სხვა თემა, რაც მიუთითებს ახალ საღვთო ერზე, ან საღმრთო ერზე, რომლის 12 სვეტს, სწორედ 12 მოციქული წარმოადგენს. და იესო აფუძნებს 12 მოციქულის გამორჩევით თავად ეკლესიას. უკვე მის სავე სიცოცხლეში. და ესა ამის საღვთისმეტყველო მნიშვნელობა. და რის საფუძველზე ხდება ეს გამორჩევა, რის ფარგლებში ხდება? ლუკა მახარებელი წერს, რომ იესო ადის მთაზე და იქ განმარტოვებით ლოცულობს. ამდენად მოციქულთა მოწოდება, ეკლესიის დაფუძნება თავად, და ამაზე ჩვენ შემდეგ კვირას გვექნება საუბარი, თუმცა არა ამ მიმართულებით, ხდება ლოცვის პირობებში, ლოცვის წინაპირობით. ანუ იესო ლოცულობს მამის მიმართ. ანუ ძისა და მამის კავშირი, ეს ურთიერთობა, ამ ურთიერთობაში, ამ ლოცვაში, ასე ვთქვათ, იბადება ეკლესია. სადაც ზე მამასთან საუბრით, ლოცვით საფუძველს უყრის ახალ საკრებულოს, ახალ კრებულს, ეკლესიას. ეს არ არის რაღაც ამქვეყნიური ინსტიტუცია, რაც არ უნდა ვიბრძოლოთ, რომ რაღაც ამქვეყნიური ძალაუფლებით გავამყაროთ ჩვენი საეკლესიო ავტორიტეტი. ვერ მოხერხდება ეს, დროებით შეიძლება კი, მაგრამ მისი ბუნება არ არის ამქვეყნიური. ის ამ ქვეყნად არის, მაგრამ ამ ქვეყნისგან არ არის ეს ეკლესია. ამიტომ ეს არის პროდუქტი, ასე ვთქვათ, ესე ვიყენებ ამ ბანალურ სიტყვას, მაგრამ რომ ვაჩვენოთ, ეს არის ლოცვის შედეგად მიღწეული ერთობა, რომელიც თავად იესო, ასე ვთქვათ, ლოცვით მამასთან ძის ამ ღრმა კომუნიკაციაში, ურთიერთობაში, ეკლესიის დაბადების, მისი საწყისების საფუძვლები, რაც საბოლოოდ ეკლესიის სანდო და მტკიცე ფუნდამენტს ქმნის, ის გარანტი მისი მარადიულობის, რადგან ეს არის სურვილი, არა მოციქულების სურვილია, ან შემდგომი ხალხის, რომ ეკლესია არსებულიყო, არამედ ეს სურვილი არის უშუალოდ ქრისტეს მაცხოვრის სურვილი, მამასთან შეთანხმებით, მასთან ლოცვით, განმარტოვებაში, ასე ვთქვათ, შექმნილი. აი ამის შემდეგ ჩამოდის ის მთიდან და ირჩევს ამ 12-ს. მეორე მაგალითი, რომელიც შეგვიძლია დავასახელოთ, ეს არის თავად, რომელიც წეგან თქვით, ამას დიდხანს არ შევეხებით, თუ რას ამბობს ხალხი ჩემზე, ვინ ვარ მე? და პეტრე მოციქულის პასუხი მათე მახარებელთან ამ შემთხვევაში მიუგო მას, შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა. და უთხრა, ნეტარ ხარ შენ სიმონ, რომელიც ამას ეს ვთქვათ, ეს ყველაფერი შენ არა შენით, არამედ მამის გამოცხადებით მიიღე, ანუ ჩემმა ასეციერმა მამამ, ასე ვთქვათ, განგიცხადა შენ. და აი აქ შემდეგ მოდის სიტყვები, რომ შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე ავაგებ ჩემს ეკლესიას, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან. ანუ მეორე მაგალითი, ქრისტოლოგია ეფუძნება სამოციქულო სწავლებას, ბუნებრივია მოციქულთა პასუხს იესოს კითხვაზე და იესოს თანხმობას. აქ მნიშვნელოვანია მაცხოვრის თანხმობა. არა ის, რომ აი რას ფიქრობთ თქვენ? და მოციქული ამბობს, რომ შენ ხარ ქრისტე, შენ ხარ ღმერთი. და იესო ეთანხმება, ანუ ეს იესოს თანხმობა უკვე აღიარებაა იმისა, რომ ის ნამდვილად ღმერთი არის. ის არ ეწინააღმდეგება ამ შემთხვევაში. პირიქით, ამ თანხმობის საფუძველზე ის ბადებს ქმნის ახალ რეალობას, რომლის წევრები ვართ ჩვენ ყველა დღეს. პეტრე მოციქულის პასუხი არის ეკლესიის ცხოვრება, მისი მთავარი დოგმატური ბირთვი და სიმტკიცე, ქრისტოლოგიური, ასე ვთქვათ, მიდგომით. კაცობრიობის ისტორიაში იხსნება კარი, საღვთო მისტერიის გაგებისა და გააზრების. ეს სწავლება აერთიანებს შემდეგ ეკლესიას, ყავს მას ერთ-ერთობად. თუმცა მოციქულს ეუბნება, მაგრამ ამას არამედ ეუბნება პეტრემობს და მას აქვს სამოციქულო წარსული, ანუ მოციქულთა მიერ პირდაპირ არაპირდაპირ არის დაფუძნებული ის ფაქტიურად კომენტარი ჩვენ როგორც აი ზიზიულ ასესოები ამბობენ, ან მოციქულში პეტრეში ჩვენ ხედავთ ყველა სხვას ეს მოდის არის სწორედ ვინმესგან უნდა წამოსულიყო ეს ალეგორიული განმარტება. თუმცა ფაქტია, რომ ისტორიული
სახარებისეული მოცემულობა გვეუბნება, რომ ეს შედგა პეტრესა და მაცხოვარს შორის. და აქ ვხედავთ, რომ ქრისტოლოგია და ეკლესიოლოგია ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან. ამას კიდევ მოგვიანებით შემდეგ შევეხებით. ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პეტრეს პასუხი წარმოადგენს მეორე საფეხურს ეკლესიის ჩამოყალიბებაში. პირველია, რომ იესო ლოცულობს და ასე ვთქვათ, შემდეგ ირჩევს ამ მოციქულებს. მეორე საფეხური არის, რომ პეტრე მოციქულის პასუხი, ანუ მოციქულთა პასუხი იესო ქრისტეს ერთობის განსაზღვრავს უკვე ეკლესიის დაბადებას. ლუკა მახარებელი ცხადყოფს, რომ პეტრემ გაიაზრა და გამოხატა იესოს პიროვნების არსი მომენტში, მოციქულები როგორ ლოცულობს იესოს შესახებ. ლუკას თქმით, ჩვენ მას შემდეგ შეგვიძლია გავიგოთ, ვინ არის იესო, როდესაც დავინახავთ უშუალოდ იესოს მამის რადვი მლოცველს. ეს არის იესო ქრისტეს ლოცვის გამოცდილების უკვე ინტერპრეტაცია, სამოციქულო ინტერპრეტაცია და შესაბამისად სწორად განმარტავს და აგვიხსენებს იესოს. რადგან ის წარმოიქმნება მის რეალურ და შინაგან ურთიერთობაში, არსებაში მონაწილეობის შედეგად მამასთან. ამ გააზრებებით ჩვენ უკვე შევდივართ ახალ უფრო ჩვენთვის საჭირო რეალობაში. რომ იესო ქრისტეს დეფინიცია, იესო ქრისტეს იდენტობა, მისი ასე ვთქვათ, ავთენტური ვინ არის ის, განპირობებულია მის მამასთან ერთობაში. აქ ერთობას მინდა დავავიდეთ. ესა მათი ერთარსებობა. ერთარსებობა, ხო? ეს ერთარსებობა უკვე ნელ-ნელა ალბათ ვხვდებით, სად მიდის ეს ყველაფერი, რომ იესოს და მამის ურთიერთობა ლოცვაში მათი ასე ვთქვათ, ეს დიალოგი, ეს პერმანენტული, მუდმივი თავარი წყარო ქრისტეს სწორედ მამასთან ურთიერთობა, როცა ის განეშორება ადის მთაზე, მთა ხო ეს სიმბოლური ადგილია, ასევე არა მარტო ტოპოგრაფიული. შესაბამისად, ქრისტოლოგია არის არა მხოლოდ რამ წარსულში ეკლესიის ისტორიაში დაგროვებული ინფორმაციის გაცნობა დღეს, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, რაც მაგალითად გასულ კვირას ხო აი იოსებ არჩვაზე მშვენივრად დაახასიათა ეს ასე ვთქვათ სტრუქტურები ხო, როგორ იქნებოდა ეს დებატები და შემდეგ ეს მხარეა სასკოლოსაც სამეცნიერო მიმართულების, თუმცა აქ მე მსურს უფრო რაღაც არსობრივი წმინდა წერილზე დაკვირვებით დავინახოთ, რომ ეს არსება, ეს ერთარსებობა მამისა და ძის სწორედ აქ იბადება ამ ლოცვით ასე ვთქვათ კავშირში. და ამით აღმოვაჩინეთ ჩვენ იმას, თუ სინამდვილეში რა ხდებოდა იქ, როგორც რამ სტატისტიკურ მოცემულობას კი არა, რაც ჩვენი ინტელექტისთვის და ჩვენი ცნობის მოყარებისთვის არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია, არამედ ის, რომ შენ და მე და ჩვენ თავად უნდა გავხდეთ ამ ისტორიას, ამ ქრისტოლოგიის როგორც ობიექტის მიზანი, ეს სუბიექტები. ჩვენ შეგვიძლია ქრისტე და ქრისტოლოგია გავიგოთ მას შემდეგ, როცა ჩვენ როგორც მოციქულებმა დაინახეს მლოცველი იესო მამასთან, ამით მათი ერთარსებობა იგრძნეს, აი მსგავსი რამ უნდა განვიცადოთ ჩვენს. ანუ ამ გზაზე შედგომა ჩვენ ყველაზე მოკლე, ასე ვთქვათ, ჩვენთვის მოკლე საშუალებაა იმისა, რომ გავიგოთ ასე ვთქვათ იესო ქრისტეს პიროვნება. რადგან ის ვინც დაინახა იესოს სიახლოვე მამასთან და ამის მეშვეობით დაინახა თუ ვინაა იესო ქრისტე რეალურად, ის პიროვნება ხდება თავად შემდეგ კლდე. თავად ხდება ეკლესია, მოციქულები. ესაა ჩვენი დავალება ამ ყველაფერში. ამისთვის გვიხმობს ეკლესიას, რომ იესოს ლოცვის მოდელი მამასთან ვაქციოთ ჩვენი საკუთარი შთაგონების წყაროდ, რისგანაც წარმოიშვა თავად ეკლესია. შემდეგი მაგალითი არის ფერისვალების მოვლენა, ეს ვიცით და ამაკ დიდხანს არ გავჩერდით. შემდეგ მამის ხმა და მამა რას ამბობს, ეს არის ჩემი ძე, საყვარელი, სარამბობს ხარამის. ძეობა აქ თავად. წმინდა წერილის და უადრეს ეკლესიის მსოფლიო კრებების განსაზღვრება დოგმა იესო ქრისტეს შესახებ არის ის, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტად ძე ღვთისა, ანუ თანაარსი მამისა. და შობის შემდეგ ასევე სრული კაცი. ინკარნაციის განკაცების შემდეგ სრული კაცი გარდაცოდვისა. ეს სწავლება ეფუძნება იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის გაგების ინტერპრეტაციებს. ძის საუბარს ლოცვასთან მამასთან. შესაბამისად ეს შეუძლებელი ასევე ვერ დაუპირისპირებ, შესაბამისად ვერ დაუმიჯნავთ ქრისტოლოგიას სოტერიოლოგიასთან. ანუ იესო ქრისტეს სწავლებას და კაცობრიობის გამოხსნის სწავლებას
ვერ გაუმიჯნავთ ერთმანეთისგან. აქ ხედავთ, არ ვიცი, ვინმე თუ თამაშობს მონიტორზე, რადგან დახაზულია ლურჯად, რაღაც ეს ჩემგან არ მოდის, ყოველ შემთხვევაში რომ იცოდეთ. აქ ხედავთ ალბათ, ანუ ორ მიმართულება ზემოდან, ანუ ეს არის ინკარნაციის ღვთისმეტყველება, ქრისტოლოგია ზემოდან და შემდეგ ჯვარცმა. ანუ ესე იგი ჯვარცმის თეოლოგია, ჯვრის თეოლოგია, რომელიც ქვემოდან, ანუ თავად უკვე ქრისტე ამას აღწევს. ეს ორივე განუყოფელი არის ერთმანეთისგან. ანუ ქრისტოლოგია და სოტერიოლოგია. თუმცა მე-20 საუკუნის ღვთისმეტყველებაში დაიბადა თეორია, რომლის მიხედვითაც წმინდა წერილი და დოგმა ორ სხვადასხვა კულტურაში გაჩნდა და შესაბამისად ისინი არეულები არიან ერთმანეთში და აითქმენ. ანუ ეს თეორიას არსებობს და უკაცრავად. ანუ ისე თქმა მინდა რომ მე-20 საუკუნეში ასევე დაიბადა თეორია, რომ წმინდა წერილი და დოგმა ორი სხვადასხვა მოვლენა, რადგან ისინი ორ სხვადასხვა კულტურაში დაიბადნენ. ეს შეიძლება ითქვას, რომ მართალია, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ საჭიროა ორივე ერთად. ანუ ათქვეფა ეს სიტყვა არ ვიცი სხვა ვერ ნახე, ანუ გერმანულად ამას Verschmelzung, ანუ როცა უკვე იქრება ერთმანეთში ორი რამ, იქრება. ანუ ერთი ხდება, ან ერთის არ ხდება, რაღაც არევა ხდება. თითქოს წმინდა წერილი და დოგმა როგორ გავიგოთ? ანუ ერთი აღმოცენდა ებრაულ გარემოში, ებრაულ კონტექსტში, მეორე უფრო ბერძნულ კულტურაში, ბერძნულ ლინგვისტიკაში, ფილოსოფიაში და საუბრობენ, რომ წმინდა წერილის მოწმობა თითქოს და გაქრა ბერძნულ ფილოსოფიურ აზროვნებაში. თითქოს და მოხდა წმინდა წერილის სრული ათქვეფა Verschmelzung. წმენა, რომელიც ერთ დროს, აი თუ გახსოვთ მე რომ გითხარით ერთ-ერთი იმ 7-დან კრიტერიუმი არის უბრალოება. უბრალოდ არ წმენა პირველი ეკლესიის, ხო? ეს ერთ დროს იყო ეს უბრალოება ქრისტიანების სრულიად უბრალო რწმენა, სადაც ნდობის აქტს წარმოადგენდა ეს რწმენა, ნდობის ღმერთისადმი, ეკლესიისადმი, იერარქიისადმი. და ჩვენი ხსნის საწინდარი იყო, ეს რაღაც მომენტში გადაიქცა რაღაც ფილოსოფიური პარადოქსების რწმენად. თითქოს და ხას უსვამ, რომელიც გარკვეული სწავლებების ტყვეობაში მოექცა. რა თქმა უნდა, არსებობს ეს შეხედულებას, რომ ჰელინიზმმა ხო მოაქცია, ასე ვთქვათ, ბიბლიური რწმენა, ასე ვთქვათ, იმაში, რა ვთქვათ, ტყვეობაში. და პიროვნების რწმენას ღვთისადმი ჩაენაცვლა გარკვეული სახის ონტოლოგიური დოქტრინა, რომელიც სრულიად უცხოა წმინდა წერილისთვის. თუმცა მსგავსი ბრალდებები აღმოსავლეთიდან დასავლეთში დღემდე არის, აი, განსაკუთრებით სქოლასტიკური მიდგომები და ასე შემდეგ, ამაზე დრო სამწუხაროდ არ გვაქვს, რომ მინდოდა ზოგადად ამ საღვთისმეტყველო სკოლების და მენტალიტეტების, ასე ვთქვათ, შესახებ მესაუბრა, მაგრამ ვერ მოვასწრებ ამას. უკვე ვფიქრობ, რომ ნინო ალბათ მომცემს რაღაც ნიშანს, მაგრამ 2-3 წუთი რომ აცადოთ კიდე. და კამათები, ანუ კითხვები, მრავალი კითხვა წარმოიშვა. საბოლოო ჯამში, ხო, რა დავიყვანოთ იმ გაგებამდე, რომ ანუ ქრისტიანების, ანუ რისგან და რა არის ეს მოხსნა, რას გულისხმობს ეს, ანუ რა არის ეკლესია, რა არის ქრისტიანობა, რა არის იესო ქრისტე, ხო, ვინ არის? რისგან უნდა იქნას ადამიანი გამოხსნილი, გათავისუფლებული? რისგან უნდა გავთავისუფლდეთ? ვინ უნდა გამოიხსნას ადამიანი? ხო, ეს კითხვებია მრავალი, ხო, რომელიც ასე ვთქვათ, იქმნება ამ ყველაფერში, ეს არის უკვე დოგმატური სწავლებები და ასე შემდეგ. შეიძლება ადამიანი ჭეშმარიტებისა და სიმართლის გარეშე გათავისუფლდეს, ანუ მხოლოდ ჭეშმარიტება მთავარი გახდეს თავისუფალი პიროვნება, და სხვა სიტყვებით, რას ნიშნავს პიროვნების თავისუფლება? შეიძლება ადამიანი ჭეშმარიტების გარეშე გამოხსნილი, განთავისუფლებული იქნას, ან ტყუილში ყოფნით თავისუფალი გახდეს? ხსნა განთავისუფლება ჭეშმარიტების გარეშე არ არის ნამდვილი თავისუფლება, არამედ ტყუილი და მონობა. ადამიანის ხსნა თავისუფლება ჭეშმარიტების გარეშე არაა ნამდვილი თავისუფლება. ამდენად ადამიანი რომ თავისუფალი გახდეს, ანუ ნამდვილად გათავისუფლდეს, ნამდვილად იქნას გამოხსნილი, ის უნდა გახდეს როგორც ღმერთი. ანუ თეოზის deification, უნდა განიღმთოს ადამიანი. აქ კი ისევ მივდივართ იესოს ლოცვისკენ, როგორც ახალი აღთქმის ცენტრალური ხაზი, იესო ქრისტეს გერმანულად Gestalt, ანუ პიროვნების გეშტალტის გაგებისათვის. რეალურად ესაა ასევე ადამიანის ცენტრალური თემა. ანუ ახალი აღთქმის ქრისტოლოგიური გაგება, რაზეც ზემოთ უკვე დიდხანს ჰქონდა საუბარი, გვჩუქნის ადგილს ადამიანის შესაძლო განხრთობის შესახებ, ადამიანის განთავისუფლების შესახებ, ადგილს, სადაც ხვდებით ჭეშმარიტებას. ადამიანის გამოხსნა ისე, რომ ის თავად არ განიღრთოს, ანუ ამ გზაზე არ დადგეს, შეუძლებელია. და დოგმა, ნიკეის კრების კონცეფცია, რომ იესო ქრისტე არის მამის თანაარსი, ნამდვილად ცდება ბიბლიურ ენას. ათანასე ალექსანდრე და სხვები აქ გადაუხვიეს პრაქტიკულად ბიბლიურ ლინგვისტიკას,
არ აცდნენ, უბრალოდ ახსნეს თავის დროზე ეს ყველაფერი, რომ წმინდა წერილის ლინგვისტურ მოცემულობას ის აღებული აიღეს ბერძნული ფილოსოფიიდან, ანუ თანაარსი, ერთარსი, homoousios. ეს არის სუფთა საღვთისმეტყველო გაგებით სხვა არაფერი თუ არა ძის სწორი გაგება, ანუ ძის თარგმნა ბერძნულ, ასე ვთქვათ, ფილოსოფიურ და იმ დროისათვის გასაგებენ, ანუ ძეობა ჩვენ გვესმის უკვე როგორც ასე ვთქვათ თანაარსობა მამისა, ანუ თანაარსი მამის ეს არის იგივე ძე და მამა ერთნი არიან. ობიექტური მნიშვნელობით თანაარსი სიტყვა სხვა არაფერია თუ არა სიტყვა ძის თარგმანი ან გაგება ფილოსოფიის ენაზე, მაგრამ რატომ ეს თარგმანი? როდესაც ნიკეის კრება სიტყვა ძეს ფილოსოფიურად განმარტავს ტერმინით თანაარსი, ეს ნიშნავს რომ ვთქვათ ძე აქ უნდა გავიგოთ რელიგიური არ უნდა გავიგოთ ეს რელიგიური გამოსახულებების მნიშვნელობით, ან და ძის სიმბოლოდ, არამედ რეალობის სრული გაგებით, რომ ის არის ძე ღმერთი, არა როგორც წოდებით ან სიმბოლურად, არამედ ის არის თავად ღმერთი. ანუ ეს თანაარსობა, homoousios, ეს ძეობა, ასე ვთქვათ, დანამატი, არამედ ონტოლოგიურად ის ღმერთია, არსობრივად ღმერთია ძე, რომელსაც ის გვაჩვენებს ამ ლოცვით ურთიერთობაში. და საბოლოოდ იესო ქრისტე კი არ იწოდება ძე ღმერთად, არამედ ის არის თავად ღმერთი. ბერძნული ფილოსოფიური ტერმინოლოგია გვეხმარება მხოლოდ და მხოლოდ ამ ბიბლიური მოწმობის, ბიბლიური რწმენის განმარტების საქმეში. ამ რწმენით და მიდგომით დაინახეს ეკლესიის უადრესმა მამებმა, იქნება ეს წმინდა ათანასე ალექსანდრიელი, წმინდა ბასილი სხვები ეს ყველაფერი. მოკლედ აქ გავჩერდები, მე კიდევ მაქვს მოტანილი წმინდა ეფრემ ასურის, ასე ვთქვათ, პატარა ჰიმნოგრაფიული სტროფი, საგალობლები, სამწუხაროდ ეს გერმანულად არის, ქართულად ჩვენ არ გვაქვს ეს. თუ მომცემ ნინო ამის საშუალებას 2 წუთში რაღაცას გაჩვენედით, უბრალოდ ამ კომპლიკაციური და ამ ასე ვთქვათ რაღაც აზროვნებითი სფეროდან რომ გადავინაცვლოთ ახლა უფრო კიდევ უფრო ანუ არა სულიერი უფრო აჩვენეთ ახლა თავად მას ხო არის როგორ ესმის ეს არსებობა ეს homoousios ფაქტიურად სხვა არაფერი თუ არა ლოცვის პროდუქტი ასე ვთქვათ მამასთან რაც მოციქულმა დაინახეს და შემდეგ ამ დოგმამ ასე ვთქვათ განსაზღვრა მაგრამ ასევე არსებობს საეკლესიო ჰიმნოგრაფია რაც ძალიან ძვირფასია ძალიან მნიშვნელოვანია საეკლესიო ჰიმნოგრაფია ფაქტიურად ასე ვთქვათ ნაგალობები დოგმატიკა ნაგალობები ღვთისმეტყველება არის ხო გადამღერებულს არ ვიტყვით ცოტა ესეთი ბანალური სიტყვა, მაგრამ ნამღერი ნაგალობები ღვთისმეტყველება ჰიმნოგრაფია აპრობირებულია პრაქტიკულად იქ ჰიმნოგრაფია შედგება ხო წმინდა წერილისგან კრების დადგენილებისგან ჰომილიებისგან და შემდეგ რაც თავად ეკლესიის სულმა გადმოსა და ის ყველაზე არამცდარი კორპუსია საღვთისმეტყველო კორპუსი ჰიმნოგრაფია ამიტომ წმინდა ეფრემის მაგალითზე ხო ჩემი ასე ვთქვათ ანუ მინდა გაჩვენოთ ერთი მაგალითი ეს არის აი როგორც ისააკ ასურის მთარგმნელი ინგლისურად არის ცნობილი სებასტიან ბროკი, ასევე გერმანელი ბენედიქტინელი ბერი იყო ედმუნდ ბეკი, რომელმაც თარგმნა სირიულიდან ეფრემის საგალობლები ძალიან საინტერესო არის. აი აქ მინდა დაგანახოთ უბრალოდ ერთი მაგალითი, აი პერლე, მარგარიტა. ეს არის ასე ვთქვათ ეს არის საგალობელი ბატონო გთხოვთ გამორთოთ მიკროფონი ცოტა დრო დარჩა დასრულებამდე და მარგალიტი ანუ პერლი ანუ მარგალიტი როგორ ასე ვთქვათ აი ეფრემი ამბობს ის ადარებს მარგალიტს უფალს იესო ქრისტეს და ამბობს რომ ერთ დღეს ხელში დავიჭირე ეს ხელში ავიღე ჩემო ძმებო წერს და ამაში დავინახე სიმბოლო ამაში დავინახე ზეციური ასე ვთქვათ სამშობლოს შვილი ამაში დავინახე ისეთი რამ რაც ასე ვთქვათ და იგივე აღმოჩნდა ჩემს ხელის გულზე ანუ მრავალი მხრიდან შევხედე ამას და რაღაც სინათლე მაჩუქა ამ სინათლეში მაჩუქა რაღაც სისუფთავე სიწმინდე ეს არის იესო ქრისტეს სხეული ამბობს შემდეგ ეს ის რა ქვია ბრილიანტი ასე ვთქვათ შემდეგ ნუ მიყვება აქ ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე საუბრობს ასე შემდეგ რატომ მოყავს რატომ ადარებს მაცხოვარი ასე ვთქვათ მარგალიტს ბოდიში ეფრემ ასური მარგალიტს მაცხოვარს იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ უმამაკაცოდ მოხდა მაცხოვრის დაბადება ხო ღვთისმშობლისგან ეს არის ის რაც წეგან საუბრობთ ხარების მომენტი გაბრიელ მთავარანგელოზის შესვლა მარიამთან და უწყება საიდუმლო შესახებ
და ასევე ვიცით რომ ნუ არ მაქვს დრო აქ მინდოდა კიდე მეჩვენებინა რაღაც სტროფები აი ამას ხედავთ რა არის ანუ აქ ფაქტიურად ზღვის კიდეში სადღაც დაბლა აბსოლუტურად შეუმჩნეველ რაღაც მოცემულობაში იქმნება ასე ვთქვათ მარგალიტი რომელსაც არ ჭირდება არანაირი განაყოფიერება ეს არის აბსოლუტურად აი ეფრემ ასური და ცალკე ლექსია გვჭირდება რომ დავინახოთ ეს სირიული ღვთისმეტყველება სრულიად სხვა არის ის თავისუფალია ბერძნული ლიტერატურისგან ფილოსოფიისგან და სირიული ღვთისმეტყველების ორი წყარო არსებობს წმინდა წერილი და ბუნება ბუნებაზე დაკვირვება ეფრემ ასური ერთ-ერთი მათგანია ვინც არის ის ბერძნული არის ბერძნულ ფილოსოფიას და ამოდის ბუნების დაკვირვებიდან და ის ამბობს რომ აი ნიჟარიდან ამოდის მარგალიტი რომელსაც არ ჭირდება განაყოფიერება ხო ეს სილის შესვლით და შეზავებით იქმნება ეს ყველაფერი და ეს შემდეგ ადის ასე ვთქვათ გვირგვინზე და ის რომელიც ზღვის კიდეში სადღაც იმალება და არ ჩანს და უმამაკაცოდ იქმნება შემდეგ ასე ვთქვათ იძერწება იქმნება იპადება ხო რაღაც ფორმით და ის გვევლინება შემდგომ როგორც მაცხოვარი ხო რომელიც ასე უმამაკაცოდ დაიბადა ბეთლემის გამოქვაბულში აბსოლუტურად ყველასის გაუგებარი სერიოზულად არავინ არ იქვამდა და რეალურად მე ჯვარზე გვევლინება და აღდგომის სინათლეს გჩუქნის ხო ასევე ეს მოცემულობა მარგალიტი რომელიც სადღაც ზღვის კიდეში არის შემდეგ შეიძლება მოგვევლინოთ ასე ვთქვათ თავზე ანუ ესე იგი გამოჩნდეს ასე ვთქვათ მაგრამ აქ თავარი არის ღვთისმშობლის მიმღეობა ანუ ეს განკაცების მომენტი მინდოდა მეჩვენებინა ანუ კიდევ მრავალი სხვა სურათი არის მაცხოვრის შესახებ ჰიმნოგრაფიაში თავისთავად საინტერესო აქ ერთ საათში ბუნებრივია ამას ვერ დავძლევდით რომ ამაზე პასუხები გაგვეცა ან მეჩვენებინა კიდევ მრავალი საინტერესო ლამაზი მხარე ქრისტოლოგიის არა მხოლოდ ასე ვთქვათ კომპლიკაციური და მხოლოდ ინტელექტუალური არამედ სულიერი და მე კიდე ჰიმნოგრაფიული დიდი მადლობა